სადავო არჩევნებიდან ერთ თვეში ეკონომიკის ზრდის ტემპი შემცირდა. ნოემბერში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 7.5%-ით გაიზარდა. მთავარი ფაქტორები, რამაც ზრდის ტემპის კლებაზე იმოქმედა, სამშენებლო და დამმუშავებელი მრეწველობის სექტორებია. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვნადაა შემცირებული თუჯის, ფოლადისა და ფეროშენადნობების წარმოება. წინა თვეში 11%-იანი მაჩვენებელი იყო და ეს ძირითადად ორ დარგში შექმნილი შედარებით მაღალი ეკონომიკური აქტივობით იყო განპირობებული, ეს იყო მშენებლობა და ეს იყო დამამუშავებელი მრეწველობა, თუმცა ამ თვეში, ნოემბრის თვეში, ორივე სექტორში, როგორც მშენებლობაში, ისე დამამუშავებელი მრეწველობაში დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ეკონომიკა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული დამამუშავებელი მრეწველობაზე და მშენებლობაზე და ეს მაჩვენებელი როცა იკლებს თუ იზრდება, ის ყოველთვის განმაპირობებელ ფაქტორად გვევლინება. სამშენებლო სექტორში კლების ტენდენციის მთავარი მიზეზი პოსტსაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური გაურკვევლობა იყო, რაც მოთხოვნის შემცირებაში აისახა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან დაიწყო, კერძო სექტორში აღნიშნავენ, რომ გაურკვევლობა დარგში ჯერ კიდევ არჩევნებამდე იყო. დამუშავებელ მრეწველობაში კლებას ფეროშენადნობების დარგში არსებული ვითარება განაპირობებს. ამ სექტორში კრიზისის მორიგი ტალღის დაწყებაზე ბიზნესი ჯერ კიდევ ოქტომბერში საუბრობდა. საერთაშორისო ბაზარზე არსებული ვითარების ფონზე წარმოება სრულად შეაჩერა ბაზრის ერთ-ერთმა მთავარმა მოთამაშემ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, თქვათ, 80% პროდუქციას აწარმოებს სრული მოცულობიდან, დანარჩენ 20%-ს აწარმოებენ სხვა ქარხნები, რომლების აბსოლუტური უმრავლესობაც გაჩერებულია. მინდა გითხრათ, რომ აი ესე იგი ნახევარი დატვირთვით რუსთავში მუშაობს ერთი ფეროშენადნობი ქარხანა, მეტი დანარჩენი ყველა გაჩერებულია. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოში მდებარე ქარხნებს, ერთადერთი ჭიათურმანგანუმ ჯორჯია მუშაობს სრული დატვირთვით და დანარჩენი ერთი ქარხანა, ვთქვათ, ჩართვა-გამორთვის პროცესში. ეკონომისტები აცხადებენ, რომ 7.5%-იანი ზრდა დაბალი არ არის, თუმცა ის ინკლუზიური არაა, რის გამოც მოსახლეობა ეკონომიკის მაღალ მაჩვენებელს ისევ ვერ გრძნობს. ექსპერტები ზრდის ტემპის შენელებას არჩევნების შემდეგ არსებული ვითარების ფონზე ისედაც ელოდნენ. ამბობენ, რომ დეკემბრის პოლიტიკური კრიზისის შედეგები ეკონომიკურად კიდევ უფრო რთულად გადაითარგმნება. ბევრი პროცესი იყო შეჩერებული არჩევნებამდე, ელოდებოდა არჩევნების შედეგებს, რომ მერე გაიგრძელებინა და არაფერი არ გაგრძელდა არჩევნების მერე, იმიტომ რომ არჩევნები ჩატარდა ცუდად, მძიმე დარღვევებით, არანაირი ლეგიტიმაცია არ ქონია ამ არჩევნებს არც შიგნით, არც გარეთ. ნოემბერში ჩვენ არ ქონია დიდი ძირითადად არ ქონია ნოემბერში დიდი აქციები და ეს პროტესტი ძირითადად ნოემბრის ბოლოს დეკემბრის პროტესტი არის, ამიტომ ეგ არ არის მანდ მნიშვნელოვნად ასახული და ამიტომ ვფიქრობ, რომ შემდეგ თვეებში კიდევ უფრო და უფრო მეტი იქნება, კრიზისი ნამდვილად იქნება. 2024 წელს ბიზნეს სექტორზე შიდა ფაქტორებმა განსაკუთრებით დიდი გავლენა იქონია. რუსული კანონის მიღება, საპარლამენტო არჩევნები და ირეკლი კობახიძის განცხადება, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა დღის წესრიგში არ დადგებოდა, ის მიზეზებია, რასაც ეკონომისტების თქმით ქვეყანა ეკონომიკური კრიზისისკენ მიჰყავს. წლიური ზრდის საბოლოო მონაცემები იანვარში იქნება ცნობილი, თუმცა მოლოდინია, რომ ვითარების დეესკალაციის გარეშე მომდევნო თვეებში ეკონომიკაში აქტივობა უფრო შენელდება. მკვეთრ შენელებას ველოდები ეკონომიკური ზრდის და 25 წელიც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ დაიწყება. ბევრ რაღაცაში ვნახავთ, რომ ძალიან უარყოფითი შედეგები გვექნება ეკონომიკური, ეს პირდაპირ პოლიტიკური კრიზისის შედეგია. უფრო საშუალო გრძელვადაში მე ოპტიმისტურად ვარ, იმიტომ რომ მე მგონი, რომ ლოგიკური დასასრული ამის ყველაფრის იქნება ვადამდელი არჩევნები. ეკონომიკის პერსპექტივებზე აისახება ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა თუ სხვა ქვეყნების მიერ ბიძინა ივანიშვილისა თუ სხვა პირების მიმართ დაწესებული თუნდაც ინდივიდუალური სანქციებიც. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ დასავლეთთან ურთიერთობების დარეგულირების გარეშე პროცესები ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება. საკმაოდ დიდი გაურკვევლობა რას ველოდოთ, ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმისგან, თუ როგორ დაალაგდება დღევანდელი სიტუაცია ქუჩაში, რამდენად სწრაფად დაალაგდება სიტუაცია ქუჩაში და რამდენად სწრაფად მოახერხებს ქართული ოცნება სიტუაციის რა დონეზე ნორმალიზებას დასავლეთის ბლოკთან.
არ დაალაგდება ეს მონაცემი, რომელიც წეს იყო, სავარაუდოდ არ იქნება. საერთოდ ამ მონაცემის რაც წელს იყო განმეორება 2025-ში, ისედაც ძალიან რთული იქნება. რა შედეგები ექნება ქართული ოცნების ანტიდასავლურ პოლიტიკას ქვეყნის ეკონომიკაზე მალე გამოჩნდება. ბიზნესმენები, ეკონომისტები და ყველა, ვისაც ამ ქვეყნის განვითარებას სურს, დეესკალაციისთვის ახალ არჩევნებს ითხოვს.